გამარჯობა მეგობრებო, დაგიბრუნდით კიდევ ერთი unboxing-ით. ამჯერად არკეტიდან გამოვიწერე. და გეტყვით რომ ლოფერები გამოვიწერე, რასაც ბოლო 3 თვე აქტიურად ვადევნებ თვალყურს და ვეძებ სხვადასხვა საიტებზე, იმიტომ რომ მინდა და შეძენა და ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვერ პოვლობდი ისეთ კლასიკურ, სადა, უპრეტენზიო და ტყავის ლოფერებს, როგორც მე მინდოდა. მივაგენი ნორმალურ ფასად, კარგ ლოფერებს, ამიტომ დარჩით ვიდეოს ბოლომდე. ძალიან მიხარია. მოუწმენლად ველოდებოდი. არ მეჯერა. ანუ ისეთი ლამაზია ხალხო და ისეთი ხარისხი აქვს. აი, არ ვიცი. იდეალურია, თქვენ შეაფასეთ. ხოთაშორის დიდად არ მიყვარს მრგვალი ცხვარი, მაგრამ მგონია რომ ყველაზე უპრეტენზიო არის, ყველაზე კლასიკურია და არასდროს არ გადავა მოდიდან, იმიტომ რომ ნუ აი არ ვიცი, მართლა რო ვუყურებ, ზედმეტი არაფერი არ აქვს, მათ შორის ეს დეტალიც კი, რომელიც დიდად არ მიყვარს უბრალოდ, მაგრამ არ მაწუხებს ამ მოდელზე. გეტყვით რომ არკეტი არის H&M-ის ჯგუფში შემავალი ბრენდი, ისევე როგორც COSI and other stories with H&M. ეს ინფორმაცია რო გავიგე, მაშინ მივხვდი რატო იყო ამ ხელმსგავსება კოლექციებში. COSI არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მაღაზია და არკეტიც მსგავსი ტიპის მაღაზია არის. კოლექციები ძალიან გავს ერთმანეთს, როგორც უკვე ვთქვი. სამწუხაროდ არკეტში დასრულდა 50%-იანი ფასდაკლება, მაგრამ COSI-ში ეხლა დაიწყო და არ ვიცი ამ ვიდეოს ოდესმე ავტვერთავ, მაგრამ იანვრის ბოლოს თებერვალის წელში იქნება ეს ფასდაკლება და მე არ ვიცი. ეს ლოფერი ღირდა 88 евро, 180-ის ნაცვლად, თუ არ ვცდები, აი დაახლოებით რო ვთქვათ და მგონია რომ ძალიან კარგი ფასია, იმიტომ რომ არის ტყავის, კიდევ ერთხელ განმეორდები. ფეხსაც აუცილებლად მოვირგებ, 38 ზომაში გამოვწერე და ვნახოთ როგორ იქნება ჩაცმული. აღარ მაგამდე მაისურებსაც გავხსნი. ორი მაისური გამოვიწერე, ერთი დედაჩემისთვის, ერთი ჩემთვის. პირველი მაისური, რომელიც დედაჩემისთვის გამოვიწერე იდეაში, არის აი ეს small ზომა და არის გიგანტური და ვერ ხვდები ამ ხელა რატო ძალიან დიდი არის. მაგრამ ხარისხი ძალიან კაია მართლა, უბრალოდ ზომაში ცოტა რაღაცები აგვერია. და მეორე მაისური, რომელიც ძალიან გავს COSI-ის მაისურს, ხარისხითაც, ფერების პალეტით და ყველაფრით აბსოლუტურად არის COSI-ის მაისური და ძალიან მომწონს. ესეც მეგობრებო არის small და არის ძალიან დიდი. ეხლა მოვირგოთ უცბად და ვნახოთ. ესე გამოიყურება პირველი მაისური, არის ჩვეულებრივი დახურული ყელით. ძალიან ლამაზი დგომით, მაგრამ როგორც ითხარით, არის დიდი და არ ვიცი რა ვქნა. გასაბრუნებლად არ მიღირს, მაინც დავიტოვებ და მაინც ვიხმარ ჩვეულებრივად. აი ესეთი. ეს კიდევ უფრო დიდია, რაღაცნაირად ძალიან განიერი არის, ზოლების დიდად არ მომწონს, მაგრამ ნუ, არ ვიცი, დედაჩემს გამოვწერე მაინც და მაგრამ რა შეაფასოს, მაგრამ თქვენი აზრი აუცილებლად დამეწერეთ, იმიტომ რომ მაინტერესებს როგორ მოგწონთ ეს მაისურები, დავიტოვოთ თუ არა და ასე შემდეგ. პრინციპში 20 евро ღირს ფასდაკლებით 40-ის ნაცვლად და მგონია რომ გასაბრუნებლად ცოდოა ორივე და ალბათ დავიტოვებთ, მაგრამ ველოდებით თქვენს აზრსაც და ეხლა ვნახოთ ლოფერები, რომელსაც ძალიან დიდი ხანია უკვე ველოდები. მეგობრებო, ულამაზესი აღმოჩნდა ეს ლოფერები, ნახეთ რა ლამაზია. გიჟდები, უკვე შემიყვარდა და არ ვიცი. ველოდები თქვენ აზრს. ცოტა გვიან დავიწყე ვიდეოს გადაღება და დამაღამდა, 6 დაიწყო და განათება აღარ არის, არ ჩანს კარგად ფეხსაცმელი, ამიტომ ხვალ აუცილებლად გავალგარეთ, გადავიღებ თავიდან ბოლომდე ჩაცმულ დახურული და ისე დაგენახებით და აუცილებლად შევიმფასეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრი როგორ მოგეწონებათ. დროებით. კიდევ ერთი unboxing-ი გვექნება დღეს. გამოვწერე ამჯერად Rhodes Kim-დან ტელეფონის кейსი და ძალიან დიდი ხანია ველოდები ამ кейსს. სანამ უშუალოდ გავხსნი გეტყვით იმასაც, რომ
კვიპროსში არ ქონა ჩიპინგი, ამიტომ ჯერ გავაგზავნე საქართველოში, მე იქიდან გამოვაგზავნე აქ და ერთ წუთს ძალიან ვიწვალე და საკმაოდ დიდი ხანია ველოდები, ჯამში ალბათ 3 კვირაა, ამიტომაც არის ყუთი ცოტა შელახული. ან кейსად შეეხება გამოსვლის დღიდან თვალყურს ვადევნებ, ხან მომწონს, ხან არ მომწონს, ზოგჯერ ძალიან მიმახინჯებოდა, ზოგჯერ პირიქით მომწონდა და მოკლედ დავიღალე ამ არჩეულობით, ავდექიდე გამოვწერე. მივხვდი იმისა, რომ საკმაოდ ძვირი ეს кейსი დაახლოებით $15, რაც ვფიქრობ, რომ ბევრია кейსისთვის. მაინც ვცადოთ ერთად და გაგიზიარებთ ჩემს აზრს. ესე იგი, ყუთის გახსნისას პირველი გვხვდება ჰეილი ბიბერის სურათი და ასევე როუდ სკინის შესახებ არის რაღაც ინფორმაცია. მოკლედ, მარკეტინგული მასალა და დავიწყოთ кейსით. სხვადასხვა ძალიან მიყვარს როუდ სკინის შეფუთვები. აშკარად დიდ ყურადღებას აქცევენ და მაგას ვაფასებ. ვაუ, რა ძალიან კაი ხარისხი ჩანს, მე მგონი. ნახოთ. ძალიან სასიამოვნოა, ერთი შეხედვით რასაც ვატყობ, არის უზომოდ რბილი და მართლა კარგი ხარისხის, ანუ ხარისხი უშუალოდ 10-დან 10-ია, უბრალოდ, ანუ ეს რა არის? უშველებელი რაღაც წამონაზარდივით, პატარა მონსტრი ყავს. თან რა არის ისიც, ანუ გოგოები როდესაც იღებენ selfs, არ ჩანს ეს მინუსი, პირდაპირ ესე ესთეტიურად და ლამაზად გამოიყურება, მაგრამ რეალურად ცხოვრებაში ალბათ ძალიან არაპრაქტიკული უნდა იყოს, იმიტომ რომ მე სამწუხაროდ მიყვარს ტელეფონის ჯიბეში ჩადება ხოლმე ხშირად, ამიტომ ეს ხელს შეუშლის დარწმუნებული ვარ და მოკლედ პრაქტიკულობის ამბავში დიდად არ ვარ მოხიბლული, არ მეგონა ამ ხელა წამონაზარდივით თუ ექნებოდა გამობურცული, ამიტომ ხო, თვითონ ეს სილიკონის ხარისხი მართლა ძალიან კარგია. ეხლა მოვარგოთ და ვნახოთ როგორ მოუხდება, იმიტომ რომ ჩემი ტელეფონის ფერი ვფიქრობ, რომ ძალიან უნდა მოუხდეს. იგივე ფერის ტელეფონი მაქვს და ერთ-ერთი რაც არ მომწონს როუდ სკინის დამოკიდებულებაში არის ის, რომ კონკრეტული მოდელების ზევით არის ეს кейსი, ანუ მაგალითად iPhone 14 თუ 14 Pro-ს მაღლა რაც გამოვიდა, მხოლოდ მაგათვის და ვერ ვხვდები ესეთი გამიჯნვა და შუღლი რატო ჩამოვაგდეს, იმიტომ რომ მე iPhone 13 Pro მქონდა და ხა ამის გამო ვიყიდე ახალი ტელეფონი, რომ Rode Skin-ის кейსი მომერგო. ხუმრობ რა თქმა უნდა, მაგის გამო არ მეყიდია, მაგრამ რადგანაც ვიყიდე, ბარემ ვიფიქრე გამოვწერე თქო. მოკლედ ესე გამოიყურება. როგორც გითხარით, არის ძალიან არაპრაქტიკული ხელში. მაგრამ აი ესეთი რაკურსით, ანუ selfie-ების გადაღების დროს ძალიან ლამაზია და კარგი იქნება ალბათ. ასევე გამოვიწერე lip tint პეპტიდების ტუჩის ბალმი, ესე რომ ვთქვათ. ეს ადრეც მქონდა და სამწუხაროდ ისეთ კმაყოფილი არ დავრჩი, მაგრამ კიდევ გამოვწერე, იმიტომ რომ ეს кейსი ამის გარეშე რა არის, რა გამოვა. ეს არ მომეწონა გამომდინარე იქიდან, რომ ნახევარი გამოყენების მერე, ანუ ნახევარამდე რომ ჩავედი, დაიწყო რაღაცნაირად დაქერცვა სკრაბივით და ძალიან ცუდი შეგრძნება იყო. არ ვიცი რატო და რის იბრალია, მაგრამ როგორც ვიცი და როგორც გავარკვე, ყველა როუდის თინც არ აქვს ეს, აქვს ზოგიერთ მათგანს, მაგალითისთვის მოგიყვანთ, ეხლა რაც მაქვს ესეთი, რომელსაც აქვს სურნელი და ცოტა არ მომწონს და ეს არ იქერცლება ესე, ამიტომ ალბათ იკითხავთ, რატო არ გამოვწერე იგივე, ხო? იმიტომ რომ ზოგჯერ ძალიან მაღიზიანებს სურნელი. არ მიყვარს სუნიანი პროდუქტები, არ მიყვარს შეფერილი პროდუქტები და Rode Skin-ს ძალიან ბევრი აქვს შეფერილი, მხოლოდ ესენი არის უფერულები. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ეს ორი არის ძალიან კარგი არჩევანი იმათთვის, ვისაც არ გინდათ შეფერილი და უბრალოდ დამატენიანებელი რო იყოს. ეს მათთვის იქნება კარგი, ვისაც გიყვართ უფრო სურნელები და რაღაცა სასიამოვნო სუნი აქვს, უბრალოდ მე ზოგჯერ მაღიზიანებს, შეიძლება სხვას მოეწონოს. ეს არის ყველაზე უპრეტენზიო ყველანაირ ადამიანს რომ მოეწონება, უბრალოდ როგორც გითხარით, ცოტა იქერცლება. რამდენი ვილაპარაკე, მოდი ახლა ჩავდოთ ესენი кейსში. ვაუ, მართლა ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. ძალიან ვისიამოვნე, მადლობა ნახვამდის. ძალიან ლამაზია ესე, მართლა მომწონს, ჩემი ტელეფონსაც ძალიან უხდება. უბრალოდ როგორც გითხარით, ცოტა არაპრაქტიკულია, ხალხი მიჭირავს. ალბათ შევეჩვევი, ალბათ კი არა, უნდა შევეჩვე, სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ ვერ მოგატყუებთ და ვერ გიგულთ რომ არ გამოვიყენებთ, თქო, $35 მაქვს გადახდელით რაღაცა ეგრე, ამიტომ ძალიან ნაც გამოვიყენებ, მშვენივრად. ამიტომ ხო, სულ ეს არის. ფიქრობ უკვე
ბოლო თვეებია გამოვიწერა მათი სახის მოვლის საშუალებები. ვინმეს თუ გაქვთ დატესტილი, აუცილებლად გამიზიარეთ, გამიხარდება. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება მოყვა მათ რძეს და დასაბან საშუალებას, რომელიც არის თორცები ანანასით. ხო, მოკლედ, ვინმეს თუ გაქვთ გამიზიარეთ თქვენი აზრით. იმიტომ რომ არ აღერს იაფი და ყოყმანობ ღირს თუ არა გამოწერა, არ ვიცი, ამიტომ ძალიან დამეხმარებით. ეხლა წავედი, ეს მაისური მაჩუქეს ჩოგბურთზე და ძალიან მომწონს. და მალე დაგიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. სულ მალე 1000 გამომწარი ვიქნებით უკვე ერთად, ამიტომ მინდა რომ ცოტა გაგაცნოთ საკუთარი თავი, რაღაცები მოგიყვათ ჩემზე. რა მეკითხვა თუ გაქვთ ამ ვიდეოს ქვეშ შეგიძლიათ დამიტოვოთ. აუცილებლად გავითვალისწინებ და გადავიღებ ვიდეოს თუ როგორ წამოვედი აქ, საერთოდ რას ვაკეთებ, უფრო ახლოს გავისმოთ ერთმანეთს და ასე შემდეგ. ეხლა კი დაგემშვიდობებით. დროებით.